საყიდლებზე წასვლა ხომ არ გესიამოვნებოდათ ჩემთან ერთად. ამბობენ ბედნიერებას ვერ იყიდიო, მაგრამ ამოსაზრებას არ ვეთანხმები, ჩემთვის ბედნიერება ძალიან მარტივი შესაძენია და ახლა განახებთ ამას რატომ ვამბობ. მოვედით ჭავჭავაძის 22 ნომერში წიგნის მაღაზია პარნასში. ეს არის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილი, სადაც ყოველთვის, როდესაც მოვდივარ, ისეთი განცდა მეუფლება, რომ ჯადოსნურ სამყაროში აღმოჩნდი, სადაც ჩემი ყოველდღიური პრობლემები, ფიქრები და სანერვიულო ამბები კარის მიღმა რჩება. ანუ აქ ეს ყველაფერი ვერ აღწევს. აქ ვარ მხოლოდ მე და თაროზე მოთავსებული ათასობით სხვადასხვა ჟანრის წიგნი. გამომცემლობა არეტეს წიგნების სრული ჩამონათვალი მხოლოდ პარნასის მაღაზიაში არის და როდესაც მათი რამდენიმე ნათარგმნი წიგნი წავიკითხე, იმდენად მომეწონა თარგმანიც და ნაწარმოებიც, რომ გადავწყვიტე კიდევ მოსულიყავი კონკრეტული წიგნის გამო, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე ჩემს შემთხვევაში, იმ ერთ წიგნთან ერთად კიდევ რამდენიმეც გავაყოლე და აუცილებლად გეტყვით რა წიგნები შევიძინე. პარნასის მაღაზია ორსართულიანია. ძირითადად მხატვრული ლიტერატურის ყველაზე მდიდარი არჩევანი პირველ სართულზე არის. აქ შეხვდებით როგორც ქართულენოვან, ასევე უცხოენოვან ძალიან ბევრ საინტერესო და სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებს. მოკლედ, აქ რომ ხარ, დროის არსებობა გავიწყდება. შეიძლება მთელი დღე ისე გაატარო ამ მაღაზიაში, რომ უბრალოდ არც კი გაგახსენდეს, რომ რამდენიმე საათია რაც დგახარ, წიგნებს კითხულობ, ათვარიელებ და უბრალოდ დრო სასიამოვნოდ გაგყავს. ჰაერში ფურცლების სურნელი ტრიალებს, ირგვლივ საოცარი სიმშვიდე და სიმყუდროვია, რაც გეხმარება, რომ მოდუნდე სულიერადაც და ფიზიკურადაც. დღეს ერთი წიგნისთვის მოვედი, ეს არის ატლანტმა მხრები გაშალა, რომელიც TikTok-ზე ჩემმა გამომწერებმა ძალიან აქეს და მეც ერთი სული მოქვს როდის წავიკითხავ, თუმცა არეტეს სხვა წიგნებიც მივამანტებ. ჯამბაზი შალიმარი, ქარიშხლიანი უღელტეხილი, რადგან ძალიან კარგი თარგმანი აქვს არეტეს ამ რომანის, რეგტაიმი და დაუნდობელი არამზადების სტუმრობა. თუ რომელიმე წაკითხული გაქვთ ამ წიგნებიდან, გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილება.